რაში ჭირდება ეს სანახაობა ქართულ ოცნებას, რაც პარლამენტში ხდება. ტრამპის პრეზიდენტად მოსვლის შემდგომ შეწყდა ეგრეთ წოდებულ კოლექტიური ნაცებისადმი დაფინანსება. NGO-ები იქნება, პარტიები იქნება, მათ შორის ტელევიზიებზედაც, როგორც მაქვს ინფორმაცია. თუ კი ჩვენ არ ვილაპარაკებთ და ზოგადად საქართველოში აღარ ვილაპარაკებთ ამ კოლექტიურ ნაცობაზე, NGO-შნიკობაზე და ასე შემდეგ, მათზე თუ არ ვილაპარაკებთ. მაქსიმუმ მაისის ბოლომდე ეს ნაცები და მათი ანასხლეტები აღარავის ემახსოვრება. შესაბამისად, ზაფხულში ახალი პოლიტიკური ძალები წამოვა, რადგან ოპოზიციური ველი იქნება შესავსები. შემოდგომაზე კი არჩევნებია. და როგორ ვფიქრობთ? ახალ პოლიტიკურ ძალებს ქართული ოცნება გაუძლებს? ისინი ხომ არ იქნებიან ასე ადვილად რაღაცის წამოსაძახებლები არ ექნებათ, ხო? შესაბამისად, ქართული ოცნების ინტერესებში შედის სანახაობა აჩვენოს შემოდგომამდე მოსახლეობას დედა რა ცუდები ყოფილა ნაცები. 15 წლის მერე გაიგეს. შემოდგომაზე როგორც კი გაინაღდებს არჩევნებში გამარჯვებას, ადგილობრივ არჩევნებში და დიდი ქალაქების მერი კვლავ ისევ გახდება ოცნებისტები, 3 წელიწადი არჩევნები აღარაა საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იქნება ბესპრიდელი, როგორც ქუჩური ჟარგონი ვთქვათ, თავს გაუვა ქართული ოცნება. ბოლომდე იკისრებს ყველაფერს, რაც საკისრებელია, რაც უბედურება, ბოლომდე გაძარცვავს ქვეყანას, ბოლომდე გაათახსირებს ქვეყანას. თუ კი რა თქმა უნდა, ზეციდან არ გადმოგხედა მერთმა და ჩემი აზრით არც ვიმსახურებთ უკვე ზეციდან გადმოხედვას, იმდენად გადაჯიშებულები ვართ. ამასთან ერთად, ჩემო კარგებო, ამ სანახაობით გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ოცნებამ ხელშეკრულება გააფორმა 6 მილიარდიან პროექტზე არაბების გადაცა მიწები, სადაც არაბები, როგორც ამბობენ არაბები და ზოგადად ეს მე ვფიქრობ, რომ ეს მუსულმანური სამყარო იქნება, ორ დიდ ქალაქს ააშენებენ საქართველოში, ქვეყნიდან ქართველები იცლებიან, თბილისი უკვე სავსეა აზიელებით და ამ წლის ბოლოდან იწყება ამ პროექტის განხორციელება და ოცნებას სასიცოცხლოდ სჭირდება ეს სანახაობა, ნაცური სანახაობა, დედა რა ცუდია ნაცები. რომ ადვილად მოახერხოს იმ პროექტის განხორციელება და შემდგომ უკვე არჩევნების აღარ იქნება და წინააღმდეგობის გამწები აღარ იქნება. საქართველო უბრალოდ გაქრება. რა თქმა უნდა, მთავარია, რომ ოცნების ლიდერები და პირველი პირები, რომლებსაც უპყრია ხელთ მთელი საქართველოს ქონება, ფულს იშენია, რა თქმა უნდა და ასე შემდგომ. ამიტომ მეგობრებო, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ძალიან მარტივი არის ასევე შევხედოთ ერთ საშიშროებას, რაც მოხდა სირიაში, ვიცით, რომ თურქეთის ხელშეწყობით მოხდა. თურქეთის ინტერესებში შედის დიდი თურანის აღდგენა და მეორე და ყველაზე ადვილი ლუკმა ეს არის საქართველოს თურქეთისთვის. მით უმეტეს რუსეთი დაკავებულია იქ ომით და აქ გავსილია ძირითადად ბრძოლისუნარი ახალგაზრდა სუნიტი მოსახლეობით ჩამოსახლებულია. ჩემი დიდი ვარაუდი და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდები, აქ იარაღიც იქნება შემოტანილი და როგორც კი ექნება ხელსაყრელი მდგომარეობა, თურქეთისთვის ხელსაყრელი მდგომარეობა, უცებ გავიღვიძებთ ქართველები და ხელისუფლება დაუკავებიათ თურმე თურქული ორიენტაციის შეიარაღებულ მუსულმანულ ახალგაზრდებს.
და ეს რა მოვთარა. მე ერთმანეთს შევეკითხებით. ბიძინა სად არის? ბიძინა და იგი წავიდნენ, გაიქცნენ. ეს საფრთხეც გვაქვს, მეგობრებო, და ის რაც მოხდა სირიაში, გამეორდება აქ. კავშირია საქართველოს დედაქალაქი, განსაკუთრებით უკვე ბრძოლის უნარიანი, ბრძოლის ასაკის მქონე სუნიტი მოსახლეობით, ახალგაზრდებით. ჩვენ ქართველებმა უყუროთ სანახაობას და პერიოდულად, როდესაც მთავრობა გვეტყვის ხოლმე, დავუკვირდით ფაყვეტაში. ტაში კუკური ამ რეჟიმში ცხოვრობთ და მე როცა რამე უბედურება დაგვემართება, ავიხედავ ძევი და საყვედურს ვეტყვით ღმერთს. რას გვერჩოდი, რა დაგიშავეთ? არა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება როგორმე არ აგვცილდეს. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ჩემ ქართველ ხალხს აღმოაჩნდება სურვილი, რომ კონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. და ლოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა.